მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ანალენა ბერბოკის სირიაში წარმოთქმულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად აცდენილია ევროპული პოლიტიკური ელიტა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს და როგორ არის ის მოქცეული გლობალური deep state-ის გავლენებში. 13 წლის შემდეგ გერმანიამ საელჩო გახსნა სირიაში. ეს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ სირიის ახალი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა სირიაში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ მასობრივი მკვლელობის აქტი მოაწყვეს. საელჩოს გახსნისას ბერბოკმა სკანდალური განცხადება გააკეთა. გერმანიას არც თუ ისეთი კარგი შობადობა აქვს. ამიტომაც მიგრანტები გვჭირდება. მათ გარეშე ქვეყანა მომავალში ვერ გადარჩება. იმისთვის რომ ნათქვამი უფრო შეელამაზებინა და მიგრანტების საჭიროებისთვის ხაზი გაესვა, დაამატა რომ გერმანია დაინტერესებულია გერმანული სკოლებისა და უნივერსიტეტების განვითარებით მსოფლიოს მასშტაბით, რადგან გერმანული არ არის მარტივი ენა და გერმანელებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ. ამ ნათქვამით ბერბოკმა ოვერტონის კიდევ ერთი ფანჯარა გახსნა. თუკი აქამდე გერმანიას მიგრანტები იმიტომ უნდა მიეღო, რომ სხვაგან ომები იყო და დევნიდნენ, ახლა ახალი საჭიროება შექმნილა. თურმე გერმანიაში თავდებიან გერმანელები და სულ რომ არ გათავდნენ და გერმანიამაც არსებობა გააგრძელოს, მიგრანტები ყოფილა საჭირო. განცხადების ადგილი სირიაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ბერბოკმა სირიელები წაახალისა გერმანიაში წასვლისა და თავშესაფრის ძიებისკენ. ბერბოკის ნათქვამი რომ აბსურდია, გასაგებია. თუ გერმანიაში შობადობა ასეთი დაბალია და საჭიროა პრობლემის გამოსწორება, ამისთვის მეტი მიგრანტების მიღება კი არ არის აუცილებელი, არამედ ისეთი კომპლექსური ქმედებების განხორციელება, რაც გერმანელებში გაზრდის შობადობას, რითიც ევროპის ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა, როგორც კულტურულად, ისე ეკონომიკურად, წინსვლასა და განვითარებას გააგრძელებს. თორემ ბერბოკის გეგმით მეტი მიგრანტები გერმანიისთვის გამოსავალი კი არა, დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც ჩანს, ეს დასასრული უკვე დაწყებულია. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. ეს სიტყვები ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ევროკავშირზე საუბრისას კიდევ ვიტყვით ხოლმე. როდესაც საუბარია ევროკავშირის სტრუქტურების ზესახელმწიფოებრიობასა და ზეეროვნულობაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს სტრუქტურები სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან და პრიორიტეტს ანიჭებენ deep state-ის ნაკარნახევ გლობალისტურ და ნეოლიბერალურ გეგმებს. გეგმა კი შემდეგია. მოსახლეობის რაოდენობა უნდა კონტროლდებოდეს. ოჯახის ინსტიტუტი სამიზნე უნდა იყოს. ტრადიციული ცხოვრების წესი, კულტურული და ისტორიული იდენტობა ასევე სამიზნე უნდა იყოს. სამაგიეროდ წაახალისონ არალეგალური მიგრაცია, მოსახლეობის ჩანაცვლება, ახალი ადამიანის გამოყვანა, რომელსაც არაფერი არ ექნება საერთო არც მის ქვეყანასთან და არც მის წარსულთან. იქნება მართვადი და პროდუქციის მომხმარებელი. საამისოდ კი სხვა მეთოდებთან ერთად ოვერტონის ფანჯრის მეთოდსაც ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით მედიაში. იმისთვის, რომ გეგმები მოსახლეობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ევროპულ საზოგადოებაში მისაღები გახდეს და აუცილებლადაც კი ჟღერდეს. უკონტროლო მიგრაცია აგრესიულ LGBT პროპაგანდასთან ერთად ერთ-ერთი მძლავრი იარაღია გლობალური deep state-ის ხელში, რათა ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი იდენტობა დაკარგონ. საბოლოოდ კი ძირძველი ევროპული მოსახლეობა ჩანაცვლდეს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკული ქვეყნებიდან წამოსული არაბული წარმოშობის მიგრანტებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჯორჯ სოროსის აფრიკული ფონდები, რომლებიც უკეთესი ცხოვრების დაპირებით აფრიკიდან ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში მეთოდებით ეზიდებიან ღარიბ მოსახლეობას ევროპის მიმართულებით. ევროპაში მოხვედრილი 100,000-ობით მიგრანტი განსხვავებული კულტურული ტრადიციებისა და რელიგიის გამო ვერ ინტეგრირდება, რაც შემდგომ იწვევს სოციალურ კონფლიქტებს და კრიმინალის ზრდას. რეალურად, რასაც ბერბოკი ამბობს, არის არა გამოსავალი, არამედ გერმანიის გაქრობის გეგმა. გერმანიისთვის და მთლიანობაში ევროპისთვის ეს ვითარება ისევ deep state-ისა და მისი მარიონეტების წყალობით არის შექმნილი. ყველაფერი კი იმ რადიკალური ხედვებიდან დაიწყო, რომელიც დასაწყისში რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანის უფლებების დაცვად, ქალების უფლებების დაცვად, ფემინიზმად და კიდევ სხვა ლამაზი სიტყვებით იფუთებოდა. რადიკალური ფემინიზმის შემდეგ LGBT თემებმა ჩაანაცვლა და ახალი ძალით დაიწყო ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ცხოვრების წესის წინააღმდეგ. როგორ უნდა მოსთხოვოს ვინმემ გიჟურ LGBT პროპაგანდაში გაზრდილ გერმანელ ახალგაზრდას მრავალშვილიანი ოჯახი.
შედეგად კი ვიღებთ შობადობის ვარდნას და მოსახლეობის ჩანაცვლების პროგრამას. ევროკავშირსა და გერმანიაში მოსახლეობის ჩანაცვლების გეგმის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. გერმანია არის ქვეყანა არც თუ ძლიერი შობადობის მაჩვენებლით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მიგრანტები, სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. გამოდის, რომ არანაირი ომი და ასადი. ეს ტყუილი იყო და უკონტროლო მიგრაციის გასამართლებლად გამოიყენეს. თორემ ახლა სირიაში ომიც დასრულდა და ასადიც. მიგრანტების მიღების სურვილი კი რატომღაც დარჩა. დააკვირდით, სირიაში ჩადის. გერმანიის საელჩოს ხსნის და ღია საზღვრების პოლიტიკას ლობირებს. სირიელებს გერმანიაში იწვევს. არ გავს იმ მინისტრს, რომელიც კაბინეტს ცლის. არადა წესით საკუთარი ოფისიდან ყველა ნივთი უნდა გაიტანოს. შოლცის კოალიცია დიდი ხნის წინ დაიშალა. მისმა პარტიამ არჩევნები ახლახან წააგო და ბუნდესტაგს ახალი უმრავლესობა ჰყავს. ჩემოდნებსაც უნდა აალაგებდეს. კარიერის გაგრძელებას გაეროში უწინასწარმეტყველებენ. მაგრამ არა, ისე იქცევა თითქოს მყარი პოზიცია და ძლიერი ზურგი აქვს. მაგრამ ვისი? შოლცი სამარცხვინოდ წავიდა. მერცი მიგრანტებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გზავნილით მოვიდა. და მაშინ ვისთან არის მისი პოზიცია შეთანხმებული? მით უფრო ახლა, როცა გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია. ეკონომიკური კრიზისის პარალელურად იზრდება უმუშევრობა. უმუშევრებს შორის 33% მიგრანტია. შეუძლებელია ბერბოკმა ეს არ იცოდეს. რა თქმა უნდა იცის. მაგრამ მაინც ამბობს, რომ გერმანიას კიდევ უფრო მეტი მიგრანტი სჭირდება. აბსურდულად ჟღერს, რა თქმა უნდა. თუ გერმანიაში შობადობა დაბალია, ამას საზღვრების გახსნა კი არა, გერმანელების სტიმულირება სჭირდება. ბავშვების დაფინანსების გაზრდა, სხვადასხვა პროგრამების შედგენა. ვარიანტი ბევრია. დემოგრაფიაზე თუ ზრუნავს, სწორედ ასეთი ზომები უნდა მიიღო. მაგრამ ბერბოკი ამ სერიოზულ პრობლემას მიგრანტებს უკავშირებს. სირიაში ახალი ევროკავშირისგან მხარდაჭერილი ხელისუფლება მოვიდა. ასადს და ომს საბაბად ვეღარ გამოიყენებს. ახალი საბაბი სჭირდება. და აი Deep State-ის დავალების გასამართლებლად დაბალი შობადობა გამოიყენა. თორემ როგორ შეიძლება გერმანელებს დაეხმაროს კულტურულად უცხო მოსახლეობის მასიურად გერმანიაში გადაბარგება? გერმანელებს არა, მაგრამ Deep State-ს ისინი სამსახურს ნამდვილად უწევენ. ბერბოკი სწორედ მათ ინტერესებს გამოხატავს. უკვე მინისტრიც აღარ არის. მოვალეობას ასრულებს. პოსტზე ბოლო წუთებს ითვლის. მაგრამ წასვლის წინაც უნდა დაამტკიცოს, რომ Deep State-ის პოლიტიკის ერთგულია. მორჩილი თუ არ იქნება, ვერც გაეროში დასაქმების პერსპექტივას მიიღებს. გერმანელი ხალხის აზრი და ინტერესები არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აინტერესებდა და ახლა მით უმეტეს. კარიერის გასაგრძელებლად ისევ Deep State-ის დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ამიტომაც ახალი საბაბი მოძებნა და დღის წესრიგში მიგრანტების უკონტროლო მიღების საკითხი დატოვა. ამ ფონზე გერმანიის ახალ კანცლერს ღია საზღვრებიდან მის სრულ გაკონტროლებამდე გადასვლა უნდა გაუჭირდეს. უჭირს კიდეც. Deep State-ის ხაფანგში უკვე დგას და ეს პრობლემაც მთელი ძალით უჭერს. თანაპარტიელები და მომხრეები წინა საარჩევნო დაპირებას ახსენებენ. ხალხმა ის სწორედ მიგრანტებისთვის ღიად დატოვებული კარის დახურვის პირობით აირჩია. მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ შევეჯახეთ იმ მცდარი პოლიტიკის შედეგებს, რომელიც გერმანიაში თავშესაფრისა და იმიგრაციის სფეროში 10 წელია მიმდინარეობს. წინა საარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მიგრაცია იყო. ამიტომ საარჩევნო მარათონზე ქრისტიან დემოკრატებისა და ქრისტიან სოციალისტური კოალიცია საკმაოდ ხისტი პოზიციით გამოვიდა. საზღვრების დაკეტვა, დანაშაულისთვის გასამართლებული მიგრანტების დეპორტაცია და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის კრიტერიუმების გამკაცრება. დაპირებამ განსაკუთრებული იმედით 2025 წლის 22 იანვარს გაიჟღერა. ამ დღეს ბავარიის ქალაქ აშაფენბურგის პარკში 28 წლის ავღანელი მამაკაცი დანით თავს საბავშვო ბაღის ბავშვებს დაესხა. 2 წლის ბავშვი მოკლა. 2 მცირეწლოვანი დაჭრა. ტერაქტს ემსხვერპლა 41 წლის მამაკაციც, რომელიც პატარების თავდამსხმელისგან დასვას ცდილობდა. დაშავდა მასწავლებელიც. მაშინაც ფრიდრიხ მერცმა მკაცრი ტონით თქვა, რომ ყველა არალეგალისტვის საზღვრები დაიკეტება, თანაც მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველივე დღეს. მაგრამ არჩევნების შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა. არც ერთი ჩვენგანი არ საუბრობს საზღვრების ჩაკეტვაზე. არც ერთ ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ იყო ნათქვამი წინა საარჩევნო კამპანიის დროს, არც ერთს არ სურს საზღვრების ჩაკეტვა. მერე პოზიციების შერბილება უწევს. მიგრაციის კონტროლის გამკაცრების მსურველთა მხარდაჭერით ბუნდესტაგში კი მოხვდა, მაგრამ კანცლერის შესაძლოა ვერ გახდეს. კოალიცია სჭირდება, მათ შორის შოლცის პარტიასთან, რომელიც მმართველობის ბოლო 4 წელიწადში Deep State-ის ინტერესების გატარებით იყო დაკავებული.
მერცის შეცვლილი პოზიციები კიდევ ერთხელ ადესტურებს, რამდენად დიდი გავლენა აქვს Deep State-ს ევროკავშირის წამყვან ქვეყნებზე. შოლცი გერმანელებმა მცდარი და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების გამო გადაირჩიეს. დღევანდელ კრიზისს სწორედ მისი სახელი ჰქვია. ხალხმა ის არჩევნების გზით დემოკრატიულად გადაირჩია, მაგრამ ამ მომრჩეველმა მალევე აღმოაჩინა, რომ თითქოს ხმა ჯერ კიდევ აქვს. მაგრამ ძალა უკვე აღარ, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ვერ მოქმედებს, თითქოს ახალს ირჩევს. მაგრამ ისევ ძველი პოლიტიკის გავლენის ქვეშ დარჩენის საშიშროება ემუქრება. ქრისტიან დემოკრატიულ პარტიაში შიდა განხეთქილება მწიფდება. ქალაქ კიულენსბორნში ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ადგილობრივმა ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. მიზეზი ყველასთვის ღიად დასახელდა. ფრიდრიხ მერცისა და CDU-ს ფედერალური ხელმძღვანელობის მხრიდან საკვანძო წინა საარჩევნო დაპირებებზე უარის თქმა. ეროვნული ხელისუფლება Deep State-ს არ აწყობს, რადგანაც ის საკუთარი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს და არა Deep State-ის ნებას. და მაშინ ევროპა უფრო ძლიერი იქნება. Deep State მის გაკონტროლებას ვერ შეძლებს. მათ ქაოსსა და კრიზისში ჩაძირული ევროპა ჭირდებათ, რადგანაც იოლად მართავენ. ტერაქტები და შეიარაღებული თავდასხმები, ძარცვა და გაუპატიურება, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ცხოვრება. უკვე დიდი ხანია მხოლოდ ამ ნეგატიურ ტერმინებთან ასოცირდება ევროკავშირში უკონტროლო მიგრაცია. ყველა ნეგატივი საბოლოოდ ერთ ყულაბაში იყრის თავს და სერიოზულ კრიზისად ფორმირდება. უკონტროლო მიგრაციის ბუმი 2015 წელს იყო. გერმანიის მაშინდელი კანცლერი მერკელი ხდება პირველი, ვინც საზღვრებს ხსნის და სირიელ ტოლვილებს ღებულობს. მილიონობით მიგრანტისთვის გერმანია მზად არ იქნება. ბევრ მათგანს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება. ეს კი უკმაყოფილებას ზრდის მიგრანტებშიც და ადგილობრივ მოსახლეობაშიც. რადგანაც პასუხისმგებლობა აიღო და საზღვრები გახსნა. მათ შენახვაზე ხელისუფლებამ ბიუჯეტიც დახარჯა. გერმანიის სოციალური სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობდა და ის მაღალი სტანდარტის დაცულობას განაპირობებდა, თუმცა მილიონულ ტოლვილზე გათვლილი არ იყო. ამიტომაც მიგრანტების პირველი ტალღა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად თითქმის მაშინვე დააწვა. გერმანელების გადასახადები იხარჯება მიგრანტების შენახვაზე და არა ადგილობრივების საჭიროებებზე. აფინანსებენ ყველაფერს: კვებას, ჯანდაცვას, განათლებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს კი 10 მილიარდი ევროა. 2016 წელს მაგალითად მიგრანტების შენახვა ქვეყანას 20 მილიარდი დაუჯდა. თავიდან მიგრანტები არც მუშაობდნენ. სოციალურ დახმარებას ბიუჯეტი უხდის. ეს კი მათ მუშაობის мотивაციას უკარგავს. რა საჭიროა თუ კი გერმანელები მუშაობენ, გადასახადებს იხდიან და მიგრანტებს ინახავენ. ამიტომაც არც გერმანული ენა ისწავლეს, არც მათი კულტურა გაიზიარეს და არც კანონები დაიცვეს. შესაბამისად, შრომით ბაზარზე მათზე მოთხოვნილება არ არის. ვინც ენა ისწავლა, მათ პროფესიის მისაღებად ცოდნა ან გამოცდილება არ ეყოთ. თავისი საქმიანობით ისინი ევროპის მაღალ სტანდარტებს ვერ პასუხობდნენ. ასე რომ ინტეგრაციის პროცესი ჩავარდა. ზოგიერთ ქალაქში, როგორიცაა ბერლინი, ჰამბურგი და დიუსელდორფი, ჩამოყალიბდა კვარტალები, სადაც ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია, ხოლო პარალელური საზოგადოებები კრიმინალური აქტივობის ზონებად იქცევიან. შესაბამისად, მიგრაცია ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად კი ვერ იქცა, არამედ კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მიგრანტები უარს ამბობენ ევროპული ღირებულებებისა და ტრადიციების მიღებაზე. აორგანიზებენ აქციას წაიკითხე და მხოლოდ გერმანიაში ყურანის 25 მილიონი ეგზემპლარი გაავრცელეს. შექმნეს შარიატის პოლიცია, რომელიც წყვილებს ისლამის მიღებას. ქალებსა და გოგონებს კი ურჩევდნენ არ ჩაეცვათ მოკლე კაბები. შარიატის სასამართლოებს იყენებენ ოჯახური დავებისა თუ სხვადასხვა უთანხმოებების გასარჩევად. ასე შეიქმნა დახურული უბნები, სადაც მხოლოდ მიგრანტები ცხოვრობენ და საკუთარ ტრადიციებს მისდევენ. საკუთარ კანონებს ემორჩილებიან. შესაბამისად, არც გერმანული ენა სჭირდებათ და არც ევროპული კულტურა. გერმანულ საზოგადოებასთან ასიმილაცია მათ ინტერესებში არც შედის. გაუცხოება, უმუშევრობა და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების არასათანადო პირობები კრიმინალს ზრდის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დარღვევების რაოდენობის ზრდა, მათ შორის ქურდობა, ძალადობრივი დანაშაულები, მკვლელობები და ტერორისტული შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და უმეტესად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მიგრანტებთან არის დაკავშირებული. ამ დანაშაულთა სია საკმაოდ დიდია და სამწუხაროდ კვლავ იზრდება. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გერმანელებში შიშს ზრდის. ის შეჩვეული იყო კომფორტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დაცულობას. მოულოდნელად დაინახა, რომ სერიოზული დანაშაულებების მიუხედავად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მიგრანტები ადაპტაციას არც ცდილობენ. ხელისუფლება კი მათ დღემდე ყველაფერს უფინანსებს. რა გასაკვირია, თუ გერმანელებმა უკვე ოპტიმიზმიც დაკარგეს და იმედიც. უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება და შობადობაც იკლებს. ბერბოკი კი გამოსავლად მათ სწორედ იმას სთავაზობს, რაც პრობლემის გამომწვევი მიზეზია.
კიდევ უფრო მეტი მიგრანტის შემოშვებას და ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას. მაგრამ Deep State-ის ნება ასეთია. გერმანია როგორც ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივი, ისე უნდა ჩაიძიროს კრიზისებში, რომ მისი ეფექტი შემდეგ მთელს ევროკავშირს გადაედოს. სწორედ ამიტომაც დაიწყო გლობალურმა Deep State-მა უკონტროლო მიგრაციის წახალისება გერმანიიდან. ანგელა მერკელის ცნობილი ფრაზა: ჩვენ ამას შევძლებთ. არა მხოლოდ გერმანელებისთვის იყო, არამედ მთელი ევროკავშირისთვის. თუმცა დრო მაჩვენა, რომ როგორც ეს ფრაზა, ასევე ილუზია, რომ ევროკავშირი თავს მოხვეული მულტიკულტურალიზმის იდეით უკონტროლო მიგრაციას გაუმკლავდებოდა, უტოპია იყო. მერკელის პოლიტიკა შოლცმა გააგრძელა. Deep State-ის მიერ კონტროლირებული გერმანული პოლიტიკა ეხლა ცდილობს არც ფრიდრიხ მერცს მისცეს საშუალება არალეგალურ მიგრაციას წერტილი დაუსვას. თუმცა გერმანია გამონაკლისი არაა. დემოგრაფიული სურათი იცვლება ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. კვლევების მიხედვით ბრიუსელში ბავშვების 70%-ს არაევროპული ფესვები აქვს და ეს სურათი ყველაზე მკვეთრად საბავშვო ბაღებში ჩანს. ევროპა უკვე სახეს იცვლის. ჟურნალისტის შეფასებით, ყველაფერი ძველი ეჭვის ქვეშ დგება. მომავალი კი ბუნდოვანია. The demographic earthquake shaking Belgium is not a silent one. დემოგრაფიული მიწისძვრა, რომელიც ბელგიას არყევს, ჩუმი არ არის. მისი ბიძგები იგრძნობა ხელისუფლების დარბაზებში. მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების რეიტინგები იზრდება. ისინი კულტურული ცვლილებებისა და ეროვნული იდენტობის შიშს იყენებენ. ლიბერალები და მემარცხენეები Deep State-ის წამყვანი პარტიებია. უკონტროლო მიგრაციას მხარს სწორედ ისინი უჭერენ. კონსერვატორები და მემარჯვენეები კი საზღვრების ჩაკეტვას და ევროპის დაცვას მოითხოვენ. ამიტომაც იზრდება მათი რეიტინგი და პოპულარობა, არა მხოლოდ გერმანელებს შორის, არამედ ზოგადად ევროპელებში. ასე იქცა ხალხის ხმად პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. სამაგიეროდ Deep State-ი გადაიკიდა. AfD-ს ავიწროვებენ. კონტროლირებული მეინსტრიმ მედია მარგინალებად აცხადებს. მიუნხენის კონფერენციაზე დასწრების უფლებასაც არ აძლევენ. AfD გერმანელი ხალხის დაცვას მოითხოვს. ფსევდოლიბერალებმა კი საპასუხოდ ადამიანის უფლებების დაცვის დროშა ააფრიალეს. Deep State-ისთვის თითქოს გერმანელი არც არსებობს. ევროპულ ქვეყნებს და მთლიანობაში ევროკავშირს ისინი აღიქვამენ როგორც ტერიტორიას, სადაც მხოლოდ მათთვის მისაღები პოლიტიკა უნდა გატარდეს. ამიტომაც ტერაქტების შემდეგ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადგილობრივებს მთავრობა შეიძლება ითქვას არც იმჩნევს. უკონტროლო მიგრაციამ გერმანია ძალიან დაასუსტა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. მერე 2022 წელს უკვე ომი დაიწყება. ამერიკული Deep State უკვე სრულად აკონტროლებს ეკონომიკურად დაუძლურებულ და სოციალურ კონფლიქტებში ჩაძირულ კავშირს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებები ეკოდისმის ბრიუსელში. იქიდან კი ყველა წევრ ქვეყანაში ჩადის. ყველა პუნქტის შესრულება სავალდებულო ხდება და დღემდე ასეც არის. როცა დაჭირდა ომშიც ჩართო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც დააწესებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სანქციებმა გერმანიის ავტომრეწველობა ჩამოშალა, საფრანგეთში კი ფარმამრეწველობა. ამიტომ სჭირდება Deep State-ს სუსტი და კონტროლირებადი ევროკავშირი და არა ძლიერი და სუვერენული. და ახლა რასაც იტყვის, ყველაფრისთვის მზად არიან. ბერბოკი სირიაში გაფრინდება და ყველა შეურაცხყოფას აიტანს. დამასკოში ორჯერ ჩაფრინდება, მაგრამ ახალი ხელისუფლება ხელს არც ერთხელ არ ჩამოართმევს. თუმცა Deep State-ის ინტერესებისთვის მზადაა ესეც აიტანოს. საკუთარი ხალხის მომავლის წინააღმდეგაც წავიდეს. უკონტროლო მიგრაციისგან დასუსტებულ გერმანიაში მიგრანტების ახალი ნაკადი დაპატიჟოს. შობადობის შემცირებისა და არალეგალური მიგრაციის საკითხში პრობლემის სათავეს Deep State-ია და პრობლემის ბოლოც. მათგან მოცემული გამოსავალი კი არა გამოსავალი, არამედ გერმანული და ევროპული კულტურის სრული დასამარებაა. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, ჯერ გააუფასურეს ტრადიციული ცხოვრების წესი, ებრძოლეს ევროპულ იდენტობასა და კულტურას. ქრისტიანობა ევროპული კულტურიდან თითქმის სრულად გამორიცხეს. შემდეგ დაიწყეს ჰუმანიტარული მიზეზებით არალეგალური მიგრაციის დაშვება და როდესაც პრობლემა უკვე აღარ იმალება და ვითარების სირთულე ხელის გულზედებს, ვითომ გამოსავალს სთავაზობენ გერმანელებს. ისევ მიგრაციის გაზრდა, მოსახლეობის ჩანაცვლება, რისი ბოლოც გერმანიის გაქრობა იქნება. უпростоრად გერმანია შეიძლება არსებობდეს როგორც ტერიტორიული ერთეული გარკვეული რაოდენობის მოსახლეობით. ოღონდ ეს აღარ იქნება გერმანული იდენტობისა და კულტურის მოსახლეობა, არამედ გაურკვეველი ეთნიკური წარმოშობის ნარევი, ისტორიისა და იდენტობის გარეშე. ეს არის Deep State-ისა და მისი მარიონეტების გეგმა გერმანიისთვისაც და ევროკავშირისთვისაც. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.